მოგესალმებით. მოკლედ უკვე მაქვს იმის მზაობა, რომ მოგიყვეთ საერთოდ როგორ დაიწყო ყველაფერი. პირველად ვიყავი 17 წლის, როდესაც გავიგე, რომ ვიყავი ორსულად. რომ გითხრათ, როდეს მე რომ მიოცნებია ბავშვებზე, გათხოვებაზე, ოჯახზე, ანუ მოგატყუებთ, უფრო მეტად სწავლა და რაღაც პირადი განვითარება მაინტერესებდა, მაგრამ ესე მოხდა და ალბათ ესე იყო საჭირო. პირველი ფეხმძიმობის მერე 2 კვირის თავზე უკვე ვიყავი ექიმთან, ქალბატონ ნიაონიაშვილთან კონსულტაციაზე. მითხრა რომ ძალიან ადრე იყო იმისთვის, რომ საერთოდ დამეწყო კონსულტაციაზე სიარული და კარგად მოვიქეცი, მიუხედავად ჩემი ასაკისა, რომ ამდენად მობილიზებული ვიყავი და ვცდილობდი, რომ არაფერი არ გამომპარვო და მოკლედ ყველანაირი გამოკვლევები, ანალიზები, ეხოგრაფიები, საერთოდ ყველაფერი რაც გამიკეთეს, ყველაფერი მინდოდა ძალიან კარგად. ბავშვის ზრდა, განვითარება, წონა, ყველაფერი იყო მისაღები. და ძალიან კარგად მახსოვს, როდესაც ვიყავი 39 კვირაში, ანუ ზუსტად კვირა არ მახსოვს, მაგრამ გადაცილება მქონდა მოკლედ 1 კვირა რა. და პარასკევს დაურეკე, ვუთხარი რომ არც არანაირი ტკივილი არ მაწუხებდა და კარგად ვგრძნობდი მაინც თავს და ნორმალური იყო თუ არა რომ ეს დავლოდებოდი სანამ არ ამტკივდებოდა მუცელი და მითხრა რომ შაბათს არის მაინც ჩემი მორიგეობა და შაბათს მოდი გაგსინჯავ რაღაც დამაჩქარებელს გაგიკეთებ და იმშობიარებო თან ჩემი მორიგეობაც იქნებო. შაბათს მორიგეობა რომ არ ყოფილიყო მისი მაინც უნდა მოსულიყო, იმიტომ რომ აყვანილი ექიმი იყო და საქართველოში ხო იცით იმ დამატებითი თანხის სანაცვლოდ თითქოს რაღაც განსხვავებული უნდა გაგიკეთოს ექიმმა, ვალდებულია რომ შენს გვერდით იყოს. და ვერ აგიღწერთ შინაგანად მთელი არსებით ვგრძნობდი რომ არ უნდა წავსულიყავი, ვიხვეწებოდი დედაჩემს რომ მეთქი ანუ შაბათი არ მინდა შაბათ დღეს წავსვლა და აი 2 შაბათამდე დაველოდოთ და რაღაც და ხა ექიმს დაბარებული ვყავდი და რა თქმა უნდა ვერ გავაცდენდი და მივედით. როგორც კი მივედით, გამსინჯა როგორც ხდება ყველანაირი პროცედურა ჩამიტარა, ეხო გადამიღო და მითხრა რომ ბავშვს აქვს ჭიპლარი შემოხვეული. და რა თქმა უნდა დამტოვა, გამიკეთა რაღაც დამაჩქარებელი, არ ვიცი რაღაც სანთლები და დამიყენა ვენური გაუტკივარება, არ ვიცი სწორად ვამბობ. მოკლედ ბლოკში ვიყავი მარტო მე, მგონი ერთადერთი ორსული კედამშობიარე ვიყავი და იქ იყვნენ ასევე ბებია ქალი და ეგთანიც. ვუთხარი რომ მინდა რომ ჩემი მეუღლე დაესწროს მშობიარობას თქო და მითხრეს რომ არ არისო დასაშვებიო ჩვენთან, არ ვიცი ძალიან გამიკვირდა, მაგრამ მეთქი კარგით და თან წარმოგიდგენიათ ალბათ ახლა რომ როდესაც 18 წლის ხარ, პირველ ბავშვს ელოდები, ანუ თეორიულადაც კი არაფერი არ იცი, უბრალოდ იცი რომ ბავშვი დაიბადება, უნდა იტიროს, უნდა გაიჭინთო და ასე შემდეგ. და რასაც მეუბნებოდი, რა თქმა უნდა, ვაკეთებდი ყველაფერს ისე. როცა ამ დამაჩქარებლებით მუცელი ამტკივდა, მაგრამ ჭინთები დაწყებული არ მქონდა და გიორგიც საერთოდ არ იყო მომზადებული გამოსასვლელად, გადაწყვიტეს რომ მაინც დავეწვინე სამშობიარო ბლოკში და ხელის დატანებით თუ როგორ თქვა, არ ვიცი, მუცელზე მოკლედ ზეწოლის მოხდენით დაწყებული იყო მშობიარობა. საერთოდ წარმოუდგენელი არ მქონდა თუ მსგავსი ტიპით ტარდებოდა მშობიარობა და არ ვიცი, შოკში ვიყავი ცოტა, მაგრამ მეთქი ალბათ ნორმალურია. გიორგის დაბადების დროს, რა თქმა უნდა, არ უტირია, მაგრამ ჩვეულებრივად ქონდა გახსნილი ფილტვები და სუნთქავდა და ძალიან ისეთი მშვიდი სახე ქონდა. ერთადერთი რაც არ მომეწონა იყო თავის ფორმა და მითხრა რომ ესო სამშობიარო სიმსივნე ქვიაო და თავის მდგომარეობაო დაუბრუნდებაო დაახლოებით 2 კვირაში ჩემს ორივე შვილიშვილს ესე სჭირდაო და ამ მშობიარობამდე გასული იყო 2 საათით, ანუ საერთოდ მარტო ვიყავი და არ ვიცი იქ ჭორაობები და ეს უპატრონოდ არის ეს გოგო და ამ დროს ერთი 20 ადამიანი იყო კარებს იქით ვინც მელოდებოდა და ელოდებოდა ჩემს პასუხს რომ ვიმშობიარე თუ არა და ბავშვის დაბადება და ოთახიდან გაყვანა იყო ერთი, იმიტომ რომ მითხრეს რომ მოდი ჯობია ვეხო დაიღალაო ბავშვიც რაღაცა და ავწონითო რაღაც ყველაფერს ჩაუტარებთო და მე მოგიყვანთო. ყველაფერი ორი გზეაო. მეთქი ნორმალურია რომ არ იტირა თქო, იმიტომ რომ სხვა არაფერი არ ვიცოდი რა მეკითხა და კიო ესე ხდება ხოლმე, ანუ არაფერი არ არისო. ტელეფონი არ მომცეს რომ დამერეკა და მეთქვა რომ ვიმშობიარე ჩემი მეუღლისთვის და როდესაც ავყავდი ბლოკიდან ავყავდი უკვე პალატაში, შეიძლება ხა ცოტა არეულად ვლაპარაკობდა ბოდიშით, მაგრამ მაინც ანუ ესე დეტალურად გახსნება ცოტათი მარტივი არ არის. როდესაც ავყავდი ბლოკში, ეს ეგთანი რომელიც თავზე მეთქა და მიმაგორებდა ამ ჩემი საწოლით, ამბობდა რომ ანუ რანაირი დედაო, არც მოიკითხაო ბავშვის მდგომარეობაო და არაფერიო და არ ვიცოდი რა უნდა მომეკითხა, ანუ მითხრეს რომ მოგიყვან და ველოდები რომ მომიყვანენ. ამიყვანეს პალატაში, 4 კაციან პალატაში ვიყავი და იქ ერთი გოგო დამხვდა ნათია, ეხაც მახსოვს როგორ კარგად გვერდში დამიდგა მენტალურად.
და როგორც კი მოკლედ ავედი პალატაში და დამაწვინეს, ახლა ვფიქრობ, რომ მეთქი ანუ რაღაცა მომენტში ხომ უნდა შემოიყვანე ბავშვი ანიხლა არც კი მინახავს, არც კი შევხები ვარ თქო და მოკლედ მე მგონი დილამდე უკვე დილის 4-ზე გავაჩინე და სადღაც ესე 10 საათზე შემოვიდა ექიმი და მითხრა რომ ყველაფერიო კარგად არისო, ბავშვმა ხელოვნური ჭამაო და დაიძინაო და ანუ ეხა ვერ მოგიყვან თუ ანუ რა შენ თუ გინდა პალატაში წავსო და ანუ შეგიძლია გააკითხო. ანუ შინაგანად მთელი არსებით ვიცოდი რომ კარგად არ იყო, იმიტომ რომ დავინახე როგორი თავის ფორმა ქონდა, პლუს არ იტირა, თან არ მომიყვანეს, ვერ ხვდებოდი ანუ რა ხდებოდა, რატომ უნდა ეჭამა ხელოვნური რძე, როცა მეც მქონდა და მოკლედ რა. და ვფიქრობდი, არ ვიცოდი როგორ უნდა შევსულიყავი. ან სად უნდა მომეძებნა და მე მითხრა ნათიამ რომ წამოდიო მე გამოგყვებიო, ძალიან ლამაზი ბავშვი ყავსო რა რომ დაინახო, ეგრევე იცნობო და მოკლედ გამომყვა. შევედით პალატაში, ვათვალიერებ ესე თვალებით მეთქი რომ ვიპოვო ჩემი შვილი და ერთადერთი ჩემ შვილს უკეთია სასუნთქი აპარატი. რო დავინახე, არც მივკარები ვარ, გამოვარდი ეგრევე პალატიდან ტერილით და ვურეკავ დედა ჩემს ქმარს რომ მეთქი ანუ ბავშვს რაღაცა სჭირს, ანუ რატო აქვს სხვა ბავშვებს რატო არ აქვს, მეთქი ჩემსაც რატო აქვს და რაღაცა და ძალიან ისტერიკებში ჩავარდი. დაცვა არ უშვებდა მშობელს ანახავად, საათები არ არისო ნახვისო, ნუ დედა ჩემი გაგიჟდა გადაირია და რა თქმა უნდა ამოუშვეს ესე გიჟური გაჭედვის მერე და ნახა დედა ჩემაც დაუთხრა რომ ბავშვი როგორ არისო კარგად, ანუ არც მოძრაობსო, უბრალოდ ძინავსო და გამოიღვიძაო, ჭამაო და კიო ჭამაო და ტუჩები ქონდაო, რძიანიო ჩემო ქმარმა მითხრა, თქვა რომ ეხლა ჭამაო და მოკლედ ძალიან ისტერიკები რომ მოაწყო დედა ჩემმა და სერიოზულად გაჭედა და 2 თუ 3 პედიატრი გამოიძახეს და სამივე მარწმუნებდა რომ ბავშვს არაფერი არ სჭირსო და ანუ თქვენო ანუ არ ვიციო ესეთი რეაქციაო რატო გაქვთო. ექიმი საერთოდ დაიმალა, არ გამოვიდა რომ ეთქვა რაიმე პასუხი და გადმოგცა რომ ალბათო გენეტიკურად გაქვთო ეგო ჭირთო და შეიძლება ბავშვს ეგეთი რაღაცა აწუხებდეს. ამის მერე გადაიყვანეს იაშვილში დედაჩემის დაჟინებული თხოვნით, მოათავსეს ინკუბატორში და იყო მართვით სუნთქვაზე და არ ქონდა არანაირი რეფლექსი, არც ჭამის, არც წოვის, არც ყლაპვის, არც ტირილის, საერთოდ არაფრის, უბრალოდ ეძინა. ბავშვი რო წაიყვანეს, ვეკითხები რა ხდება, მეთქი ანუ საწაიყვანეს, ანუ არც კი არც ხელში საერთოდ არ ამიყვანია და მე მეუბნებია რომ შენ ვერ გაგწერთო. ანუ მეთქი ჩემი შვილი თუ აქ არ იქნება, მე აქ არ დავიზინებ თქო, არ დავრჩები თქო და თან ანუ მაშინ ვარ ძალიან მორიდებული, ანუ ძლივს ვამბობ იმის რესის თქმაც მინდა, იმდენად მეშინოდა და მწხვენოდა. და ანუ 3 დღე მაინც უნდა გაჩერდაო რომ დაგაკვირდეთ რომ ყველაფერი რიგზე გაქვთ და ანუ ამ 3 დღის მანძილზე რა თქმა უნდა ჩემი პირადი ექიმი არასოდეს არ მინახავს. ბავშვი რეანიმაციაში მოათავსეს, რაღაც დამატებითი რაღაც ვიტამინები იყო, მოკლედ ენერგიაზე მომყვანი, რაც დაუნიშნეს და მე ჩვენ ვიყიდეთ, მიუტანეთ და ასე შემდეგ და იქაც არ შეგვეძლო ბავშვის ნახვა, მხოლოდ 15 წუთი და ეგეც მხოლოდ მშობლებს და ნუ ეგ რაღაცა ერთი დიდი პირველი ბედკრული დღე რო დაღამდა, ანუ მთელი ღამე მესმოდა ბავშვების ტირილი. საბანი მქონდა თავზე დაფარებული და მთელი ღამე ვტიროდი. იმიტომ რომ არ ვიცოდი რა მინდოდა იქ, ანუ ბავშვი არ იყო, მე იქ ვიყავი, სხვების ტირილი მესმოდა, რაღაც მეგონა რომ საგიჟეთში ვიყავი, ოღონდ მართლა. ნათია მომშვიდებდა და მე ვცდილობდი რომ მის ბავშვზე გადამეტანა ყურადღება და რაღაც პამპერსის გახდაში, ჩაცმაში რაღაცებს ვეხმარებოდი ხოლმე როგორც შემეძლო და მომშვიდებდა რომ ყველაფერი კარგად იქნებაო და ალბათ არასოდეს არ დამავიწყდები ნათი. და როგორც კი გამწერეს სამშობლოდან წავედი პირდაპირ რეანიმაციაში. იქ მითხრას რომ ვერ შეგიშვებთო, საერთოდ ვერ განახებთო, ანუ ჯერო რა, არ არისო გონზეო, ნუ გამოფხიზლება სჭირდებაო, ენერგია სჭირდებაო და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, გავათენე. დავრჩით იაშვილში, სადამდე შეიძლებოდა და მითხრას რომ თუ ბუნებრივი რძეზე გეყოლებაო, გაცილებით უფრო მალე გამოვა მდგომარეობიდან, ვიდრე ხელოვნური რძითო და უმეტესობა მშობლებსო უშრებათო ნერვიულობის ფონზეო და არ ვიცი რამდენად შეგინარჩუნდებაო და შენ მაქსიმალურად ეცადე ხოლმეო რომ გამოიწურო. თითქოს მისიასავით მქონდა რომ რძე არ უნდა გამიშრეს, არ უნდა ვინერვიულო. წავედი სახლში, ეს რაღაც მალაკოიანი რძები და ჩაი და რავი რა არ ვსვი რომ მეთქი ბევრი რძე მქონდეს, თქო ვიწურავდი ყველა საათებში რამდენშიც წევდა ხოლმე ჭამა ამ რძეს ვაწუდედი და სახლში რომ მივედი და დავინახე გიორგის საწოლი, რომელიც ცარიელი იყო და უამრავი ტანსაცმელით ნივთებით იყო სავსე და როგორი გულითაც ველოდებოდი და ერთი სრული მქონდა რომ მივიყვანდი, ამიტყდა ისტერიკული ტირილი. არ ვიცი მაშინ აშლილობა იყო ეგ შფოთვითი და შემოტევა იყო თუ რა იყო, მაგრამ ვეღარ სუნთქავდი. ან უბრალოდ გავითიშე და ბოლო ხმაზე ვბღაოდი. მთელი ერთი დღე ვტიროდი ალბათ და გამოვიტირე ჩემი სიცოცხლეც, მისიც, საერთოდ ყველაფერი რაც ხდებოდა იმ მომენტში